საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიება დღის 12 საათზე სასტუმრო Golden Tulipში ჩატარდა. ორგანიზატორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ხელის ჰიგიენასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და დაგეგმეს შემდეგი ნაბიჯები, რომელიც ხელის ჰიგიენის გაუმჯობესებას ეხება. შეხვედრაზე იმ აქტივობების შედეგები შეაჯამეს, რომელიც COVID-19-ის მკურნალობისა და გამოკვლევის პერიოდში ჩატარდა. დღევანდელ დღეს 5 მაისს აღინიშნება ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღე. საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია აღნიშნავს ამ დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დახმარებით და გვინდა რომ დღევანდელი დღე იყოს ის დღე, როდესაც გაჟღერდება ხელის ჰიგიენის საჭიროების შესახებ მოწვეულმა სტუმრებმა აი ეს საკითხები გააჟღერონ შემდეგ თავის დაწესებულებებში და თქვან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენის დაცვა და რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ანუ რა გართულებებთან და რა პრობლემებთან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ადამიამ აღნიშნა, რომ ხელის ჰიგიენის მნიშვნელობა ჯანდაცვის სექტორში ფაქტობრივად შეუცვლელია ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს აღინიშნება ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღე. ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით, ასევე ანტიმიკრობული რეზისტენტობის თვალსაზრისით და ხელის ჰიგიენა არ არის ასე ვთქვათ მხოლოდ ფაქტი, რომელიც შეიძლება მხოლოდ ხელის დაბანას უკავშირდებოდეს, ეს არის მთელი პროცესი, რომლის შეხსენება და მუდმივი მონიტორინგი არის რეალურად საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ასოციაციის ჩართულობა, რომელიც დღეს შეიკრიბა სრული შემადგენლობით პრაქტიკულად, რომ ეს დღე გაიხსენოს. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს ამ დღეს მნიშვნელობა, გავიხსენოთ ის აქტივობები, რაც ჩატარდა განსაკუთრებით COVID-ის პერიოდში ძალიან დიდი დატვირთვით მიმდინარეობდა მუშაობები კლინიკების ფარგლებში, სადაც ტარდებოდა მრავალი ტრენინგი ხელის ჰიგიენისთვის და აქტიურად იყო ამაში ჩართული ასოციაცია და სწორედ ამ შედეგების შეჯამება ხდება დღეს ამ შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ შეხსენება ხელის ჰიგიენის მნიშვნელობაზე და ესე ვთქვათ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს რეალურად უსაფრთხო ჯანდაცვა, იმიტომ რომ სწორი ხელის ჰიგიენის პრაქტიკა იცავს როგორც პაციენტს, ასევე იცავს პერსონალს და ასევე მნიშვნელოვნად ზოგავს ხარჯებს ჯანდაცვის სექტორში, ვინაიდან სწორად მართული პაციენტი ბევრად უფრო იაფიუჟდება სახელმწიფოს, ვიდრე შეიძლება გართულების შემთხვევაში იყოს და ასე რომ პრაქტიკულად ძალიან ესე ვთქვათ დიდი სივრცე არის ხელის ჰიგიენის მნიშვნელობისთვის და მე მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა ამ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა და აზრის გამოთქმის და კიდევ ერთხელ შეხსენების ამ დღეს მნიშვნელობის. ხელის ჰიგიენა ყოველწლიურად იცავს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ამერიკის შეერთებული შტატების CDC-ის ანტიმიკრობული რეზისტენტობის კონსულტანტმა ოთარ ჩოკოშვილმა ხელის დაბანის როლზე ისაუბრა. დღევანდელი დღე აღინიშნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს არის ხელის ჰიგიენის დაცვის საერთაშორისო დღე. ყოველ 5 მაისს აღინიშნება 2009 წლიდან უკვე ეს ტრადიცია არსებობს. მთავარი მიზანი ამ დღეს აღნიშვნის არის ის, რომ უკვე ყველასთვის ცნობილია, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ხელების ჰიგიენის სწორად დაცვას. და ბოლო დროინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ იგივე COVID-ის პერიოდმაც დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება ნოზოკომიური, ანუ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული თუ სხვა ინფექციების გავრცელების იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ხელების ჰიგიენის სათანადო დაცვა. აქედან გამომდინარე, ხელის ჰიგიენის სწორი და ზუსტი ეფექტური დაცვა გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს, შეამცირებს ინფექციებს და ამცირებს რეზიდენტული მიკრობების გავრცელებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხელის ჰიგიენის სწორად დაცვა იმ თვალსაზრისით, რომ მას შეუძლია მინიმუმ 50% შეამციროს აღნიშნული ინფექციების გავრცელება და გადაარჩინოს ძალიან ბევრი სიცოცხლე. ჯანდაცვის ორგანიზაციის დევიზი არის ის, რომ ერთად კიდევ ერთხელ და უფრო მეტად გავერთიანდეთ, გავაძლიეროთ ეს მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ხელის ჰიგიენის სწორი დაცვისკენ და ამის საშუალებით ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და დროულად და ხარისხიანად მომემსახუროთ და მივაწოდოთ, რაც თავარია უსაფრთხო და მაღალი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, რაც საქართველოში დღეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელის ჰიგიენით, არამედ უკვე დღეისათვის ჩვენი სამედიცინო სექტორი და სამედიცინო დაწესებულებები გადადიან შემდეგ ეტაპზე, ასე ვთქვათ, განვითარების შემდეგ ეტაპზე, როდესაც ხარისხი განსაკუთრებული პრიორიტეტი ხდება და თანდათან მივდივართ იმისკენ, რომ ჩვენი ყველა კლინიკა იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე და შესაბამისად უზრუნველყოფდეს სამედიცინო მომსახურებას იმ დონეზე და იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც დღეს მსოფლიოს თანამედროვე წამყვან სამედიცინო სერვისებს ეკადრება.
ჩვენ ერთად შეგვიძლია დავაჩქაროთ ქმედებები ინფექციის და ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესაჩერებლად და ავაშენოთ უსაფრთხოების კულტურა, რომელშიც ხელის ჰიგიენის გაუმჯობესებას მაღალი პრიორიტეტი ენიჭება. ასეთი გახლავთ წლევანდელი წლის სლოგანი. ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ შემახსენებელი პოსტერები, სამკერდე ნიშნები და კომპანიაში მონაწილეობის სერტიფიკატები. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და ამერიკის CDC-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.